ახლა მე თქვენ აგიხსნით მარტივ და გასაგებ ენაზე იმ 20 შეკითხვას, რომელსაც გვისვამენ ავტომობილის ტექნიკურ გამართულებასთან დაკავშირებით. ამ 20 კითხვიდან დაისმება ორი შეკითხვა, თუ ვერ უპასუხეთ, არის მსუბუქი შეცდომა, ანუ ერთ შეკითხვაზე ვერ უპასუხოთ, ერთი მსუბუქი შეცდომა, მეორეზე ვერ უპასუხეთ, მეორე მსუბუქი შეცდომა. წავიდა. როგორ ვამოწმებთ მუხრუჭების გამართულებას? სატერფულზე ფეხის ტერფით რამდენჯერმე დაწოლით, როდესაც გამორთული არის ავტომობილი, უნდა გამაგრდეს მუხრუჭი. და როდესაც დავქოქავთ, ნელ-ნელა უნდა გარბილდეს, ძალიან არ უნდა ჩაიწიოს დაბლა, ძალიან თუ ჩავარდა, ესე იგი გაუმართავი არის. ასევე დამუხრუჭების დროს საჭე ცალმხარეს უცებ არ უნდა გაიქნიოს, ანუ წაიღოს. როგორ ვამოწმებთ სადგომი მუხრუჭის გამართულებას? სიჩქარეს ნეიტრალურზე გადავრთავთ, ამოვწევთ ხელის მუხრუჭს, აუშვებთ ტორმუს ფეხს, მესამე პირი ან თავად ჩვენც რომ მივაწვევებით უკნიდან, არ უნდა გამოძრავდეს ავტომობილი, ან არ უნდა დაგორდეს. ასევე ან აღმართზე ან დაღმართზე რო გავაჩერებთ, იგივენაირად, ანუ ნეიტრალურზე და ამოვწევთ ხელის მუხრუჭს, არ უნდა გამოძრავდეს, ან არ უნდა დაგორდეს ავტომობილი. თუ დაგორდა, ესე იგი გაუმართავი არის სადგომი მუხრუჭი. როგორ ვამოწმებთ საჭის მექანიზმის გამართულობას, ანუ საჭის გამაძლიერებლის გამართულებას. როდესაც მანქანა არის დაქოქილი, საჭე უნდა დატრიალდეს რბილად, ანუ კარგად გამოყვეს, მარტივად და როდესაც გამორთულია ავტომობილი, საჭე მაგრდება. ასევე მართვის დროს საჭე ესე აქეთ-იქით არ უნდა დარბოდეს. როგორ ვამოწმებთ სიგნალების გამართულობას? ეს უკვე უნდა ვიმოქმედოთ. გასაღები უნდა გადავწიოთ ერთხელ. განათდეს მაჩვენებელთა დაფა, ანუ შემოვიდეს ავტომობილში დენი, მიეწოდოს დენი და შემდეგ ვიმოქმედოთ, ანუ დავაწვეთ სიგნალს ორჯერ. 1, 2, ანუ შემოწმებულია მუშაობს. როგორ ვამოწმებთ ავარიულების გამართულობას? თავად ავარიულს დავაწვევით, შიგნიდან ნათურებიც უნდა ენთებოდეს ორივე ის არის, ასევე გარედან უნდა დავათვალიეროთ. უნდა შევთავაზოთ გამომცდელს, რომ გარედანაც ვათვალიერებთ, 4-ვე ნათურა უნდა ციმციმებდეს, ანუ მუშაობდეს, ანუ 4-ვე ფარის ნათურა. შემდეგ ისევ გავთიშავთ. როგორ ვამოწმებთ გაბარიტების გამართულობას? ეს უნდა იყოს აქ-ჩართული ამაზე, ანუ ნოლიანზე წრიულზე არ უნდა იყოს, რომ განათდეს მაჩვენებელთა დაფაც. და ასევე გასაღები ერთხელ უნდა გადავწიოთ, რომ გარედან ვიზუალურადაც დავათვალიეროთ. 4-ვე გაბარიტი უნდა ნათდებოდეს. ასევე შორინათების შემოწმებაც გვიწევს, ეს ციმციმებს საიდანაც ვთავთ, წინ მივაწვევით და გარედან გადმოვალთ, რომ ეს შორინათება, ეგრეთ წოდებული დალნებიც დავინახოთ, რომ ორივე ნათურა ანათებს და მუშაობს. აქ მაჩვენებელთა დაფაზეც აი ეს ლურჯი ლოგო რო არის, ეს უნდა განათდეს ეს ნათურა. ასევე საბურავებთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვები და არის ესეთი კითხვები, შემდეგნაირი კითხვები. ანუ როგორ ვამჩნევთ, რომ საბურავი დაშვებულია? ესე იგი, ვათვალიერებთ ვიზუალურად, რომ თვითონ საბურავი დაშვებული არ იყოს. ასევე შიგნით მაჩვენებელთა დაფაზეც ვაკვირდებით მენიუზე, რომ იქ ჩეკსაც გვანიშნებს, რომ საბურავი დაშვებულია. რით ვამოწმებთ საბურავებში წნევის საერთო დონეს, არსებულ დონეს? ამ მოწყობილობას ქვია მანომეტრით. მანომეტრით მოწდება, თუ რამდენზე გვაქვს საბურავი დაბერილი. შემდეგი კითხვა არის შემდეგნაირი კითხვა. თუ რამდენზე უნდა იყოს საბურავში წნევის არსებული დონე დაბერილი, ყველა მანქანას აქვს ინდივიდუალურად. აწერია ხოლმე ან კარებს რო გავხსნით, აი აქ ძღოლის კარებს სერიულ ნომერთან, ამ შემთხვევაში ჩემ მანქანას აქ აწერია და 2 და 3-ზე უნდა იყოს დაბერილი. და ასევე უკანა აუზის სახურავზე, ესეც უნდა ვაჩვენოთ, საიდანაც საწვავს ვასხავთ, აი აქ აწერია ხოლმე. ასევე ავტომობილებს რომ მოყვებათ წიგნაკები, იქ აწერია ეგ ყველაფერი. ასევე გვეკითხებიან საბურავის პროტექტორი რამდენი მილიმეტრი უნდა იყოს, ანუ ეს არის საბურავის პროტექტორები. ეს პროტექტორი იზომება სპეციალური მოწყობილობით ან თარგით და უნდა იყოს მინიმუმ 1.6 მილიმეტრი და მეტი. ანუ ეს სპეციალური მოწყობილობა და თარგი, ეს ორივე უნდა დაუსახელოთ, რითაც იზომება ეს 1.6 მილიმეტრი, რაც უნდა იყოს საბურავის პროტექტორის სიმაღლე, დონე. ახლა მოდით ძრავშიც ჩავიხედოთ, იქაც არის შეკითხვები. ძრავის
ძრავსახურავს საიდან ვაღებთ. კარები უნდა გამოხსნათ და აი აქ მარცხენა მხარეს არის სახელური. ეს უნდა ამოვქაჩოთ და გავაღოთ ძრავსახურავი. აი აქ ლოგოს ქვეშ წინ ძრავსახურავის ქვეშ არის ღილაკი. აქ ღილაკს დავაწვევით, ამოვწევთ და ფეხი არის სადგამი, რომელიც უნდა შევუყუდოთ ძრავსახურავს. აი ესე ამდაგვარად დგება ძრავსახურავი, რომ არ დაგვეხუროს. ნუ ზოგს ახლა ამორტიზატორებზეც აქვს, მაგრამ ძირითადად საგამოცდო მანქანებს ესე აქვთ. აქ უნდა მიუთითოთ შეკითხვების დროს სად რა იმყოფება. ეს არის ძრავში გამაგრილებელი სითხის რეზერვუარი ჩვენგან მარცხენა მხარეს. დონე უნდა იყოს სითხის მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის. ისხმება ეგრეთ წოდებული ანტიფრიზი. ეს არის მინამრეცხის რეზერვუარი, რომელიც უნდა იყოს სავსე წყლით. ეს შეიძლება აქეთ მარჯვენა მხარესაც დაგხვდეთ და არ დაიბნეთ, მოძებნეთ. ეს არის დენის წყარო აკუმულატორი ჩვენგან მარჯვენა მხარეს, იქით ხო არის ძრავში გამაგრილებელი სითხის რეზერვუარი. მარჯვენა მხარეს არის დენის წყარო აკუმულატორი და დენის წყარო აკუმულატორის გვერდზე, ცოტა წინ, საჭისკენ არის მუხრუჭების სითხის რეზერვუარი. დონე აქაც უნდა იყოს სითხის დონე მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის. აქედან ვასხავთ ძრავში ზეთს, ეს სახურავი უნდა მოხსნათ და აქედან ისხმება, ეს ჩაიდანის ლოგო დაიმახსოვრეთ. და ასევე ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი სად მდებარეობს და აი ეს არის, უნდა გასცეთ შეკითხვა, ბეჭედივით დაიმახსოვრეთ, ამას ქვია ცეცი, თან უნდა დაუსახელოთ თუ რა არის, ცეცი ქვია. ასევე არის ესეთი შეკითხვა, როგორ ვამოწმებთ ძრავში ზეთის დონეს. ძრავი პირველ რიგში უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში, გაგრილებული, მინიმუმ 9 საათის და ასევე ჰორიზონტალურად გაჩერებული სწორ ზედაპირზე. ნუ ამას მოქმედებით არ ვაკეთებთ, უნდა უთხრათ უბრალოდ. ეს ცეცი უნდა ამოვიღოთ, იქ არის დონეების მაჩვენებელი, უნდა გაიწმინდოს ზეთისგან, ანუ იმ ძველი ზეთისგან და შემდეგ როდესაც ჩავდებთ ისევ და ამოვიღებთ, დონე უნდა გვიჩვენოს მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის, სითხეების დონე. ყველა სითხის დონეზე, რაც არ უნდა შეგეკითხოთ, უპასუხეთ მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის გარდა მინამრეცხისა. მინამრეცხი უნდა იყოს წყლით სავსე. მე ვეცადე რომ მარტივ და გასაგებ ენაზე ამეხსნა, რაც ზოგადად ახლა ფურცელზე წერია. იქ ცოტა სხვანაირად არის მოცემული რთულად აღსათქმელი დამწყები მძღოლებისათვის და ამ ყველაფერს მე მარტივად გადმოვცემ და ასე შეგიძლიათ უპასუხოთ ამ შეკითხვებს. წარმატებებს გისურვებთ.